4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი და ფოტოგრაფი პეტრე ჰლებოვიჩის ფოტოგამოფენა და ლექცია მოეწყო თემაზე სმოლენსკის ტრაგედიის მეხუთე წლისთავი კატასტროფა თუ მკვლელობა. სტუდენტებთან მოხსენებელმა ქართველი და პოლონელი ერის კავშირზე, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მოღვაწეობაზე, სმოლენსკის ტრაგედიის დეტალებსა და კატინში მიმავალი პრეზიდენტის თვითმფრინავის შემთხვევით მომხდარ კატასტროფასა თუ მკვლელობაზე ისაუბრა. Мы потеряли не только президента, не только парламентаристов, общественных деятелей, но мы потеряли тоже, можно сказать, верхушку армии, всех главнокомандующих нашей польской армии. Почему здесь, в университете, почему в Грузии? Но, как знаем, президент Качинский здесь был очень известным человеком. Именно с 2008 года, как прилетал, не боялся прилететь в войну, в разгар войны. Polonეთის რა თქმა უნდა დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ტრაგიკულად მნიშვნელოვანი დღე და ბუნებრივი არის რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ტკივილი მიმართ ეს გამოხატულება რაც კავკასიის უნივერსიტეტმა გააკეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფოტოგამოფენა რომელიც საკმაოდ საინტერესო არის და დატვირთული ახალი ინფორმაციებით. შეხვედრა ასევე ჩატარდა თემაზე სმოლენსკის ტრაგედია თუ მკვლელობა. ესეც საკმაოდ საინტერესო შეხვედრა არის და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია გავიგეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.